პროექტი, რომელიც 25 წელი მზადდებოდა ქართული კინოს აღმოჩენა ჩრდილოეთ ამერიკის კინო კონტინენტზე. თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული სივრცე მსოფლიოში მომა ქართულ კინემატოგრაფს უმასპინძლებს. ნიუ-იორკში სექტემბრიდან როგორც კლასიკას, ისე თანამედროვე ფილმებს ნახავენ. ორგანიზების პროცესში ამერიკულ მხარესთან ერთად საქართველოც ჩართულია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნიუ-იორკში და ვდგავართ ნიუ-იორკის მოდერნ არტის მუზეუმის წინ. და ამ შესანიშნავ მუზეუმში სექტემბერში ტარდება ქართული ფილმის რეტროსპექტივა. მომას წინ ერთ-ერთი აფიშა დღეს ტულუზ-ლოტრეკის გამოფენის მიმდინარეობას გვამცნობს. სექტემბრიდან კი ეს აფიშა ქართული კინოკადრით შეიცვლება და ქართული ფილმების ყველაზე მასშტაბური რეტროსპექტივაც დაიწყება. ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქართული კინემატოგრაფიის ყველა დროის საუკეთესო 50-მდე ნამუშევრის ჩვენებას დაეთმობა. მოდერნ არტ მუზეუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურული ცხოვრებისთვის არა მარტო ნიუ-იორკის, არამედ ზოგადად თანამედროვე დასავლური სამყაროს. რომ ვილაპარაკოთ თქვათ რაღაც მუზეუმების იერარქიაზე, ის ნამდვილად პირველ ადგილზე არის მსოფლიოში თავისი მნიშვნელობით. ქართული ფილმების რეტროსპექტივა ნიუ-იორკში ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის ელისოს ჩვენებით გაიხსნება. მომას სივრცეში წარსადგენ 50 ფილმში კი შენგელაიების ოჯახიდან კიდევ ერთი ნამუშევარი მოხვდა. ცისფერი მთების ავტორი ელდარ შენგელაია დღეს უკვე 25 წლის წინ მომაში ვიზიტს იხსენებს, სადაც ამ საუკუნის პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მე ვიყავი მიპატიჟებული 25 წლინად ნიუ-იორკში. იქ იყო ნაჩვენები ჩვენი ოჯახის ფილმები. მამაჩემის ნიკოლოზ შენგელაიას ელისო, სამი სიცოცხლე სადაც თამაშობს ნატო ვაჩინაძე, გიორგი შენგელაიას ფიროსმანი და ჩემი სამი ფილმი. იქიდან დაწყებული მზადდება ეს პროექტი. ქართული ფილმების რეტროსპექტივა მომაში ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილს ოჯახური ამბავი ეწოდება, რომელიც სამი სხვადასხვა თაობის კინომოღვაწეთა შემოქმედებას მოიცავს. მეორე ნაწილი სახელწოდებით ცისფერი მთები და მას შემდეგ, ანუ ფილმები 80-იანი წლებიდან ჩვენს თანამედროვეობამდე. ფილმებს ამერიკული მხარე არჩევს. საორგანიზაციო საკითხებში მომას ეროვნული კინოცენტრი ეხმარება. ეს სუზან ოქსტობი, რომელიც არის ამ დიდი პროექტის სულისჩამდგმელი, მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, რომ მოიპოვოს ქართული ფილმების ფირები, ეს ყველაფერი ფირებით ნაჩვენები. ქართულ კინოს დღეს საერთაშორისო მნიშვნელობა ექნება კინოჩვენებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელი დაესწრება. სხვა ქვეყნები ცდილობენ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას გაეროს გენერალურ ასამბლეას დაამხილონ თავიანთი სხვადასხვა გვერდითი ღონისძიებები. ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ ეს იყოს 23-ში. ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენთან ერთად. სწორედ მე ვფიქრობ, ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი არის ეს. მომას შემდეგ ქართულ ფილმებს უხმო კინოდან ახალ ქართულ ტალღამდე ბერკლიში, ვაშინგტონსა და ტორონტოში ცელოდებიან.